აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიან აჭარაში მიმდიდარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ხულო ზარზმის გზის მოწყობის სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. 47 კილომეტრიანი მონაკვეთიდან 41 კილომეტრზე უკვე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. დარჩენილი 6 კილომეტრიდან 3 კილომეტრზე დაგებულია ასფალტის პირველი ფენა. პარალელურად კურორტ გოდერძზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებია დაგეგმილი მოეწყობა თანამედროვე ავტოსადგურის, მრავალფუნქციური ბაზრობა გამოფენის კომპლექსისა და თოვლსატკეპნი ტექნიკის ანგარის მშენებლობა. ახეთ თუ როგორ მიმდინარეობს ხულო ზარზმის მიმართულებით გზის მშენებლობა, რომელიც ძალიან მალე სრულად დასრულდება. 47 კილომეტრიდან ფაქტიურად 41 კილომეტრი სრულად დასრულებული არის. ჩვენ ვიხილავთ ძალიან მალე დასრულებულ პროექტს. დღეს სამშენებლო კომპანიები სრულად მობილიზებულები არიან და 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა სწრაფად დაასრულონ ეს პროექტი და ჩვენი ამოცანა არის კომფორტული გადაადგილება იყოს სამცხე-ჯავახეთიდან აჭარის მიმართულებით და პირიქით, რაც ხელს შეუწყობს ამავდროულად ტურისტული ნაკადების ზრდას ჩვენს რეგიონში.